კონსტიტუციის სასამართლო არსებითად განსახილველად წარმოებაში ლეიბორისტული პარტიის სარჩელს დენის ტარიფის შემცირებასთან დაკავშირებით. ეს ხვალ გახდება ცნობილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე. ერთი დღით ადრე კი ლეიბორისტული პარტია პრეზიდენტის მხრიდან სასამართლოზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ დენზე ტარიფის მომატება სწორედ პრეზიდენტის მითითებით მოხდა. ამიტომ ლეიბორისტული პარტიის ლიდერის თქმით სააკაშვილის ზეწოლას სასამართლოზეც მოახდეს. შალვა ნათელაშვილის თქმით საკონსტიტუციო სასამართლო ერთადერთი ინსტიტუტი იყო, რომელიც მოსახლეობის კონსტიტუციურ უფლებებს იცავდა. ნათელაშვილი სწორედ ამით ხსნის პრეზიდენტის ახალ ინიციატივას სასამართლო თბილისიდან ბათუმში გადაიტანოს. ლეიბორისტების სენაკის გადაწყვეტილებით უკმაყოფილო ყველა ადამიანს ხვალ საკონსტიტუციო სასამართლოსთან მისვლას თხოვენ. აი სადამდე ეყოფა ჰოლანდიური საღებავი მიხეილ სააკაშვილს. გაზდის ვადა უკვე იცრიცება ის საღებავი. და ნუ დააჩქარებს ამ საღებავების გაცრეცვას იმდენი მაინც გააკეთოს, რომ გაქცევის საშუალება ჰქონდეს თბილისიდან. სხვადასხვის თავადზე მოასრო გაქცევა წინა სხდომაზე და გადაეფარა ისევ ჩვენი დაცვის თანამშრომლები და პარტიის ხელმძღვანელობა. ჩვენ ძალიან გაგვიჭირდება მიხეილ სააკაშვილის დაცვა და მისი გარემოცვის უსაფრთხოება დარისხებული ხალხისგან. სანამ ჯერ კიდევ დროა მოვიდნენ ჭკუაზე, დაანებონ თავი საკონსტიტუციო სასამართლოს საქმეებში ჩარევას, გააუქმონ უკანონოდ გაზრდილი დენის ტარიფი და მერე ვილაპარაკებთ საქმეზე და მერე ვილაპარაკებთ მათი უსაფრთხოების გარანტიებზე. საქართველოს პროფკავშირის